მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მორიგი გადაცემა წარმატების გზა. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს და პრინციპში როგორც ყოველთვის გადაცემის ფორმატის საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი სფეროდან მოიყვანო ადამიანი და ყველა ადამიანს აქვს თავისი ისტორია მოსაყოლე, მე ასე ვფიქრობ. პირველ რიგში აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ მეტი სტიმული მოვცეთ, რომ მოიყვანო ხოლმე ასეთი კარგი ადამიანები. გიორგი შოშიაშვილი. როგორ კარგად. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვედი და ორმაგად მადლობა, იმიტომ რომ მარტყოფიდან ჩამოხვედი. ახლა შორს არ არის, ახლოს არის. შორს არ არის, მაგრამ ხელოვნებას ვსწრებს მეითხოს, ეგ ამბავია. მოკლედ გიორგი ნახე მე TikTok-ზე. TikTok-ზე სიკეთები აქვს, შიგადაში ყველაფერი ცუდთან ერთად სიკეთებიც აქვს ხოლმე ის, რომ შეიძლება ადამიანი გაგაცნოს და დაინტერესდეს და ნახო და მე რაც ნახე იქ შენი თემები, მომინდა რომ მეთქი რაღაცნაირად თუ შემიძლია რომ გვერდს დაუდგე ადამიანს და უფრო მეტ ადამიანს გავაცნო გიორგი და მისი ისტორია უფრო მეტ ადამიანმა გაიგოს თქო, დაურეკე, შევთანხმდით, კოლხურ ეზოში ვართ ახლა, ძალიან დიდი მადლობა კოლხურ ეზოს მასმიზლობისთვის და თავის ისტორიას მოგვიყვება გიორგი და მეც შიგადაში რაღაცეებს გამოვკითხო ხოლმე. ხო და თან პირველი გადაცემა პოდკასტის ამბავია ეს შენი. კი და ძალიან მიხარია. და ცოტა ღელა, მაგრამ გადამივლის. არა უშავს, გადაგირის. ყველა ამბობს რომ მოვივართო და მეგობრულად აქვს თავზე ბოლოს ესე ამბობენ. ძალიან კარგი გარემო არის აქ, რაც ძალიან მომწონს პირველ რიგში. გაიხარე. და ეს მადლობა რომ ესეთი ადგილი აღმოჩენეთ პირველ რიგში მადლობა იმიტომ რომ გვერდით დამიდექით შემთხვევით ახლა ისეთ მომენტში ვარ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგრევე შენობით თუ გინდა გადაკარი ცოტა გული გაიგრილე ამ იუთუბერმა კაცმა ტიკტოკერობა როგორ დავიწყე ხა მაგას მოგიყვები თუ გინდა თავიდან დავიწყეთ იუთუბით რა ნუ ჩემი დაავადება არის რომ აი პირველ რიგში მაგით დავიწყოთ ხო როგორ ანაირად რომ მე ხალხმაც გაიგოს რა ხდება დაბადებიდან არის ეს თანდაყოლილი არის ცერებრალური დამბლა თავის ტვინის დაზიანება არის რა. ხო. ნუ რამ გამოიწვია, როგორ გამოიწვია ეგრე დეტალებში არ ვიცი, მაგრამ ნუ მაქვს რაღაცა ინფორმაციები მაგასთან დაკავშირებით. და მთელი ცხოვრება ამ ექიმებთან ვარ ჩართული ყველა, რა ვიცი, საქართველოში თუ სადმე ვინმე რამე ექიმი არსებობდა, ალბათ ყველა მინახია რა და ისე მოხდა რომ რამდენიმე წლის წინ ძალიან შორიდან თუ არ ვიწყებ, ბარემ მაგასაც მოვყვები რომ რამდენიმე წლის წინ გავიარე რეაბილიტაცია და უკვე იმ დონეზე მივედი რომ ერთი ხელჯოხით გადავადგილდებოდი და უკვე მაგის გადაგდებასაც ვცდილობდი. გუბნოვსკის ცენტრი იყო ესეთი ცენტრი, სადაც რეაბილიტაციის ამბები გავიარეთ ყველაფერი, ძალიან დიდი შრომა ჩავდებ, ძალიან ბევრი ტკივილი გავიარე. და მე უკვე როგორ ვთქვა მომთხოვეს რომ ტერფებზე უნდა გამეკეთებინა ოპერაცია რა ეს ტერფები იყო ცოტა შიგნით ტრიალდებოდა ესე რომ გითხრათ რის გამოც მითხრეს რომ ოპერაციას თუ გაიკეთებ აი სიარულში უფრო უკეთესად დაგეხმარება თუ პროგრესი იქნება მეტი ხო კი და მე უკვე მოხდა ისე რომ ეს ოპერაციები რო გავიკეთე, ალბათ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვი. ვა. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერი დამაკარგინა. ჯერ იქიდან გამომდინარე რომ 2 წელი წოლა მომიწია მარტო, ანუ 1 წელი ვიწექი, მე ავდექი. ხო. მე მეორე ფეხზე გამიკეთეს კიდე და კიდე 1 წელი ვიწექი, მე ანუ აქ კარიერა დავკარგე პლუს კლავჭიდელი ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი. ხო, აი ნელ-ნელა ყველაფერს შევიხოთ, რაც არ გადავახდეთ ხოლმე ყველაფერს, ხო. და 2 წელი რო წევხარ, მე ორგანიზმისთვისაც ძალიან ძნელი არის. ნუ უმოქმედობა ზოგადად ყველაზე ცუდი ის არის, რომ როგორ ვთქვა, აი ამ ოპერაციების შემდეგ ერთი დღე არ ყოფილა ტკივილის გარეშე. ანუ ტერფები თლიანად რა ის რაც ოპერაცია გავიკეთე. ტერფების ან ყოველდღიურად რო გტკივა, ნუ ეჩვევი უკვე რა, სწავლობ როგორ იცხოვრო ამ ტკივილთან ერთად. ანუ გაიკეთე, შედეგი არ გამოიღო ამ ყველაფერმა და ამაზე პასუხისმგებლობა არ აიღო არავინ რა თქმა უნდა. გვეგონა რომ გამოვიდოდა, მაგრამ რა ვქნათ, ესე გამოვიდა. რომ სამჯაოდნენ, ესე მეუბნებოდნენ, რომ აი 10 ბალიანი სისტემით რამდენად ტკივა ეხლა გაივლის და მე უკვე აღარც მივდიოდი იქ. ანუ იმიტომ რომ არავინ არ აიღებს პასუხისმგებლობას უკვე გრძნობა დამოკიდებულებებიდან გამომდინარე. ვაუ.
და ესე მოხდა მე რომ საერთოდ დაკარგული მქონდა იმედი მაგ მხრივ არც ვფიქრობდი რომ რამე ექიმებთან არც მინდოდა ესე რომ ვთქვათ და დავიწყე YouTube-ი რომ მინდოდა რომ აი მეჩვენებინა რომ ყველაფერი შეიძლება რასაც მოინდო ადამიანი რა მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების იმიტომ რომ ბავშვობიდან ერთი წამი არ მიგრძნია ჩემი თავი რაღაცა განსხვავებულად არაფერი ერთად მოვდივართ ძალიან გამიმართლა ეგეთ ადამიანებში ვინც ყავს გარშემო და მინდოდა რომ ანუ როგორც მე ვიყავი ის რომ გარეთ გავდიოდი ყველაფერს ვაკეთებდი და ესე ვთქვათ ჩვეულებრივად ვცხოვრობდი მე მინდოდა რომ სხვა ადამიანებისთვის მეჩვენებინა რა რომ მოდი ყველაფერი შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს ეგ ამბავი ფაქტობრივად ხო იყო მომენტი რომ რაღაც სამსახურებიც ამიცრუდა გული რაღაცები და ამან გამოიწვია რომ მოდი დავიწყებ YouTube-ს რა და YouTube-ზე რამდენი ხანია რაც YouTube-ი დავიწყე რამდენიმე თვე არის ჯერ მაგრამ მე გაჩერება მომიწია ამ ექიმებიდან გამომდინარე TikTok-ზე უფრო გადმოვედი რომ რაღაცები სწრაფად ის არის არაყივით არის სწრაფი და გამგებიანია უცბად ხო TikTok ეგრეა მე გამოჩნდა თურქი ექიმი რომელმაც ტყუპძმებს გაუკეთა ოპერაცია ხო ეხლა რომ ხო სარეაბილიტაციოდ მიდიან ბიჭებს ჯანმრთელობას უსურვებ რომ ატყვე უნდა წავიდნენ და მეც ნუ დავინტერესდი ჯერ ჩემმა მეგობრებმა ნახეს ყველა მიგდებდა ამ ვიდეოებს რომ იქნებ სენსორი არ მინდოდა რა თქმა უნდა მაგრამ მე ისე მოხდა რომ მაინც გადავწყვიტე რომ დავკავშირებოდი ამ ექიმებს და დავიწყე ვიდეოების დადება რომ დანტეს დავკავშირებოდი ხო დავით ოკროპილაშვილს კი ბატონო და აქედან დავიწყე ესე დაიწყო ჩემი TikTok-ის ამბები რა და YouTube-ზე გაჩერება მომიწია ძალიან უკვე იშვიათად ვდევდი ვიდეოებს მაგრამ თავარი იყო ჩემთვის რომ მე ამაზე მომეხდინა კონცენტრაცია რომ მე იქამდე მივსულიყავი და იქამდე რომ მივედი სანამ ნახავდა ექიმი იქამდეც უკვე მითხრა რომ რაღაცაზე იმედები ქონდა ძალიან დიდი ჩემთან მიმართებაში და უკვე თურქ ექიმზეო ბატონი ჯენგიზი ჩაბოკოღლუ ქართულად გადაუკეთეს მე რეგვარი სტრაფიშვილად გადათარგმნეს სტრაფიშვილი კაია ეხლა რომ ეხა იყო ჩამოსული ქუთაისში და იქ შევხვდით და დეტალები გავიარეთ ეხლა ველოდებით და რა თანხაზეა საუბარი მანდარი ორ ნაწილად გაყოფილი ორ ნაწილად რაც ზუსტად ვიცი არის ოპერაციის არის $12,000 და ეგეც ისე რო არ გაიგოს ხალხმა ვიტყვი რომ სხვადასხვა მდგომარეობებში არის სხვადასხვა ხო რა თქმა უნდა ინდივიდუალური იყო ჩემს შემთხვევაში იყო $12,000 მხოლოდ ოპერაციას გულისხმობ რეაბილიტაცია არის ცალკე კონკრეტული თანხები არ ვიცი კიდე რეაბილიტაციის ალბათ მაგ პროცესამდე რომ მივალ მე თანდათან ედრო ხო გავიგებთ იმიტომ რომ 6 თვე მომიწევს იქით დასვლა მე სარეაბილიტაციო იქ მე რეაბილიტაციასაც იქ გადიხარ ხო კი 6 თვის განმავლობაში კუნთები უნდა აღადგინონ სიარული უნდა დაგაწყებინონ თავიდან უნდა ისწავლო რა აჰა ესე რომ ვთქვათ პირველი რაც ექიმმა მითხრა იყო ის რომ ოპერაციებს რო გავიკეთებ და ეს რამოდენიმე თვე რო ვიწვევი ამ პარალელურად იქნება მასაჟები ფიზიოთერაპია მე უკვე რო ავდგები ასიმეტრი მაინც უნდა გავიარო ჩემით და უკვე მე ჩემზე და რეაბილიტაციაზე არის დამოკიდებული მე იმას რამდენად განვავითარებ და ანუ რამდენად განვავითარებ ჩემ თავს და მაგაში დარწმუნებული ვარ რომ აი ესე რა ვთქვათ 1000%-ს ჩავდებ რა ხო მონდომება რა თქმა უნდა მონდომება ერთხელ უკვე მაქვს რეაბილიტაციაზე კარგი შედეგები დადებული და მეორეთაც იმედი მაქვს რომ კი ვერთის პალით რა თქმა უნდა ნუ რაც არ უნდა იყოს ის მაინც ღმერთმა ქნას რომ ის მაინც იყოს შედეგი რომ ეხლა წინასწარ ვერაფერს ვერ ვეთქვი ყველაფერი ისე იყოს როგორც ექიმმა თქვა და როგორც ნეტა კიდევ უფრო უკეთესად მაგრამ ის მაინც იქნება რომ ტკივილები დამასვენებს ალბათ რა ძალიან მიხარია ეგ ამბავი ხო მაგრამ ნუ ეს თანხებიც რა თქმა უნდა არ არის ადვილი შესაგროვებელი მაგრამ თავარი ის არის რომ ახლა ვართ მაგ ეტაპზე რომ ამ გადაცემას ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს YouTube-ზე, Facebook-ზე, იჭრება ხოლმე TikTok-ზე წიდება, Instagram-ზე აზიარებენ ხოლმე და ასე შემდეგ და სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა, იქ მივა ალბათ ხმა და აგროვებენ ხოლმე თანხებს ხოლმე მე ხან ტელევიზიებში, ხან იქ, ხან აქ და თუ
თუ რაღაცა პატარა წული იქნება ჩემიც ამ ყველაფერში ამ გადაცემიდან ხო მეც ბედნიერი ვიქნები და გამიხარდება ეს ყველაფერი რა და კარგია და რა მაინტერესებს კიდე თან რო ვისაუბროთ რა შეიძლება ხან იქით გადავხოთ ხან აქეთ ცოტა არ არის პრობლემა აი კლავჭიდელობის თემას რო შევეხოთ ეგ როგორ არის რა რანაირად მოგვიყევებით მაინტერესებს კლავჭიდელობის ამბავს რო შევეხოთ არის ჩვეულებრივი ნაკრების წევრი ვარ არის შეზღუდული საზოგადოების მქონე წოდებული პარასპორტსმენების ნაკრები სხვადასხვა დიაგნოზები სხვადასხვა კატეგორიები ერთიანდება და ქუთაისელი ყავს ხო ჩემპიონი 4 წლის არის უკვე ხო კი ვახოხობაძე ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში და ერთმა სულ ბევრი გამარჯვებები აქედან რავი უსურვებ თუ ნახავს ალბათ რა ვიცი იმედია ხო და შენზე მოგვიყევია ბერთი როგორ არის ეგ ამბავი ჩემზე როგორ დაიწყე საერთოდ მაგ ეგ თემა როგორ დავიწყე და ვიდა ჩემი არსენა იყო კლავჭიდელი აჰა აქედან მოვიკითხა მაგასაც კი ბატონო მოვიკითხოთ ყველა ვიც მოსაკითხი და ეგრე დავიწყე რომ მოვიდა ჩემთან და ესეთი თემა გაკეთდაო და მოდიოდა ვცადოთო და საკმაოდ კარგად დავიწყე და ზუსტად ფორმის, კარგ ფორმაში ვიყავი, მაშინ როცა გაჩერება მომიწია რეაბილიტაციისთვის. დაიწყე და ასწავლდა ოლიმპიადებზე გახვედი საქართველოს მასშტაბით ხო? ვარჯიში დავიწყე, ჯერ საქართველოს მასშტაბით. პირველი შეჯიბრი მომიწია სხვათა შორის სოჩში და აჰა. ფარგლებს გავწვდი. კი. ბოლოს ვიყავი ახლა 2023 წელს ყაზახეთში. აჰა. სანამ ეს თემები დაიწყე, ვცადე რომ დაუბრუნებულიყავი, მაგრამ ტკივილთან ერთად ვარჯიში ძალიან ძნელი არის. და შედეგები როგორი იყო რომ გახვედი? შედეგები ყაზახეთში ახლა ერთი დამაკლდა რომ სამეულში სულიყავი, ვერ მივასწარი ეგეთ ცალკე ისტორია იყო რომ გამომიძახის რაღაცა ისე მოხდა რომ ვერ მივასწარი და წაგება ჩამეთო. ეგ ცუდია. ხო, რას ვიზავთ რა ხდება ხო? და იმედი მაქვს რომ ახლა ოპერაციების მერე შევძლებ გაგრძელებას. მაგრამ მთავარია ჯანმრთელობა, რომ ვერ შევძლებ. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ეგ საქმე, მართლა ძალიან მიყვარს მთელი გულით. როცა ძალა გერჩის ეგრეა და იგი. ძალიან აზარტული არის რა. ძალაზეც არ არის მარტო. როცა გითხროს, მე გინდა რომ ძლიერი იყო. ხო, რა თქმა უნდა, კი. მაშინ აზარტში შედიხარ ძალიან. ვა, კარგია. კიდე ეცი რა მითხარი, აი წეგან ბავშვობაც ახსენე და აი ბავშვობიდან როგორ იყო მაგალითად ეს ყველაფერი, ეს დავშადე სკოლა და ყველაფერი ჩვეულებრივად იყო თუ მაგალითად სალკე სასწავლებელში? ჩვეულებრივ სკოლაში მივედი, ადგილობრივ სკოლაში ვიყავი. და საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ხოლმე. რატო გეკითხები, იცი? ეხლა მე ვარ 84 წლიანი. ჩვენ დროს ცოტა სხვანაირად იყო, არ იყო ისეთი თემები, რომ მაგალითად აი რაღაც ბავშვს დასცინო და აქა-იქა იყო რაღაცეები, მაგრამ ესე დონეზე არა. ეხლა ძალიან ისე არის. ეხლა თითქოს რაღაცა ცოტა შეზღუდულია პირიქით, რომ აი არაფერზე არ შეიძლება გახუმრებაც კი, რაღაც ცოტა სხვანაირად არის ეხლა. მაგრამ რაღაცა ცოტა მაინც ეპარებათ ხოლმე სამწუხაროდ რაღაც ბულინგი ესე დაერქვა დღესდღეობით და ჩემ შემთხვევაში როგორ ყოფილა ეგ, იმიტომ რომ ეხა მარტყოფში ყველას იცნობს და თითქმის ყველა იცის ვინ ვარ. ეგეთი სიტუაცია არ მქონია რომ რაღაცა ბულინგის მხრივ რამე ყოფილიყო რა. ხო. მაგრამ ზოგადად სხვაგან შემოქმედა ბულინგი არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად აი როცა ესე რომ ვთქვათ განსხვავებული ხარ რაღაცით ძალიან ისე არის რა, როგორ გითხრა. ბევრ რაღაცას აწყდები, მაინც მენტალიტეტი არის ხალხში სხვანაირი, რომ შენ რაღაცა არ შეგიძლია რა. სამსახურზე მქონდა ვიდეო არ ვიცი თუ ნახეთ. აი გამინახე. მოგვიყევი რომ მაინტერესებს. ყველაფერი მაინტერესებს ზოგადად რა, რაც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდი. თამამად. რამდენიმე წლის წინ იყო ეს შემთხვევა, რომ ჩვენთან ახლოს არის კარპური და East Point, ხო. ესე რა ვთქვა. ჩემი მეგობარი მუშაობდა ხოლმე იქ და იქაური ერთი მარტყოფელი და მითხრა რომ ვაკანსია არის რაღაცა, ესე თუ ისე ვერ ვყვევი რომ ტექნიკურ ამბებში რა. ხო და ესეთი ვაკანსია არის და იქნება წამოხვიდეო და ერთად ვივლით ხოლმე სიარულზე არ შეგექმნება პრობლემა. წამოდიო რა მითხრა და მეთქი რატო არა ვწდი თქო და რომ მივედი დამიშვეს კითხვები ტექნიკას და ტელეფონებთან დაკავშირებით ყველაფერს უპასუხე რა, იმიტომ რომ ესე თუ ისე ვერ ვყვევი ამ ამბებში. საერთოდ ყველაფერს უპასუხე. მერე
სხვა რაღაცეებზე, კომპიუტერებზე მკითხეს, ესე თუ ისე მანდაც რაღაცეები. ბოლოს უკვე ანუ ფოტოაპარატებზე გადავიდნენ, ანუ დაშლილი ფოტოაპარატი საწყოვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი გძნობდი ახლა. ანუ მიზეზებზე იყვნენ მაგას გულისხმობ, ხო? ფაქტობრივად. კი. მაკეთ მიდის საუბარი. კი, მაკეთ მიდის საუბარი ზუსტად. მე უკვე ყველაზე ის ცუდი ის იყო, რომ მე კი წამოვედი ჩემით რომ მივხვდი რომ მეთქი აღარ მინდა რა, კი ვიფიქრე რომ ხო. სანამ ესენი მეტყვიან რომ ვერ მეუბნევიან რომ წადი მე მეწავალ, მაგრამ მე ანუ მიიღებაც კი არ უნდა თავიდან ესე გამოდის? ხო, ну რაღაცა ეგრე გამოვიდა. ეხლა არ დავასახელებ კომპანიას და ხო, მესმის, კი. ეხლა თუ შემოვლენ ჩემთან, ეხლა მეორე შანსს მივიცე, არ არის პრობლემა. ხო, მეორე შანსის მიცემა კარგია, კი. თუ კეთილ საქმეს ემსახურება იქ ყველაფერით, ა? ხო და ესე რომ ვთქვათ, მე ჩემი მეგობარს უთხრეს, რომ რატო უთხარიო ესეთ ადამიანს რა. ცოტა ცუდი მომენტი იყო სამწუხაროდ. ისე ზოგადად სხვაგან გიმუშავია, ქონია კიდე რამე შემთხვევა თუ? არა, ეს ონლაინ მუშაობდი რა. ეხლა რაღაცა კოლებში რა, გამოკვლევებზე რო რეკავენ ხოლმე, მანდაც ძალიან რთული იყო ის, რომ დაწერილი ტექსტი უნდა იკითხო, შენით საუბრის საშუალება არ აქვს და ცოტა გამირთულდა, იმიტომ რომ ანუ დიალოგში რა შემოდის ადამიანი და შენ რაღაც ისე უნდა უპასუხო. ძალიან ძნელი არის. ეხლა რა მაინტერესებს? წეგარ უახსენე რომ ოპერაციები ჩავიტარეო, მაგრამ შედეგი არ ქონდაო და პასუხისმგებელი ფაქტობრივად არავინ არ იყო. მაგ ოპერაციებზე როგორ იყო მაგალითად? მაგ ოპერაციებზე თანხები შეაგროვეს თუ შენით იყო ეს ყველა, შენით ქენი თუ როგორ? მაგ ოპერაციების დროს სახელმწიფო დაგოფინანსა დიდწილად და იმპლანტების თანხაც ჩვენ გადავიხადეთ. ანუ თქვენით იყო ერთიანი. კი და ეხლა ცოტა სხვა მდგომარეობა მაქვს. არა, ძალიან დიდ თანხებთან არის ზოგადად ყველაფერი დაკავშირებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციის თანხაც უფრო ძვირიზდება, თუნდაც აი როგორც ტყუებიდან ბიჭებიდან გამომდინარე ვიცი, საკმაოდ ოპერაციაზე ბევრად ძვირი უჯდება, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ თავარია შედეგი და ერთი არ გაწირავს ადამიანს ჩემი აზრით. კი ბატონო, კი. ანუ კლავჭიდელობის ამბავში ხარ. ძალიან კაი ეგ თემა ძალიან გამიხადა რა თან სპორტსმენობის ამბავში და იცი რა იყო თან ეს შენი ვიდეო რო ამომიგდო. მე კიდე ერთი ვიდეო ვნახე ხარევით ჯამთელი ხარო, შეიძლება გიწვისო თუ რაღაცა დაგიწევს თუ რაღაც და აი რა არის, იცი რაღაცად გული მტკივა ხოლმე იმაზე რომ ეს ქართველები ერთმანეთს რო ჭამთ რაღაც უაზრობის გამო ეხლა მე მაგალითად შენი ვიდეო რო ამომივარდა პირველი ხო? ეხლა იქ ვერ ხედავ ხო ადამიანი და შტამ მდგომარეობაშია სანამ არ იტყო რა მოусმინო თორე ეხლა წელზევით რახან ჩანს და საუბრობს იმას ანიშნავს და ჩვენ წელს გვეთ როგორი სიტუაცია ადამიანს ხო? ხო და თავიდან მოусმინე მეთქე ესე ნუ მივხვდი ხო მე სხვა ვიდეოებზე გადავედი და აი ეს ეთყობა ამოვაგდები ხოლმე უყურებენ ტყილა ლაპარაკობს TikTok მათხოვრები არიან როგორც იციან ხო ეგ ზოგადად ასკროლეს ალბათ და დაწერეს და გული მოიფხანა რა ქნა მაგითი ვერგა თუ რა ვიცი თუ უყურებ არ ახარ სწორი მაგ ამბავში ლაზარე ვიძმა კაცო თუ ნახავ არ ვიცი რა იცი ვინც არის არ ლაზარე ეწერა არ ვიცი თან ესეთი სახელი ყოფილა მით უმეტეს ხო და არ ვიძმა კაცო თუ უყურებ რავი არა მაქვს პრობლემა ხო არა ლამაზი ხა ჯერ ხო უნდა ნახო მაინც რა არის როგორ არის და ეხა იცი რა არის მოდი პირდაპირ ვთქვათ რა მე არ ვეხები არც პოლიტიკას არც ამას მე არ მიყვარს ეგ თემები უბრალოდ რეალურად რო უყურებ TikTok-ზე მართლა ისეთი ხალხი გამოდის და ისეთი ხალხი ითხოვს დახმარებას ხო ეხა მართლა ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ჭირდება რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ მართლა ხარევი ჯანმრთელები არიან და გუგუნებენ და ზოგმა ბინები იყიდა და მანქან მოიწყეს ცხოვრება კაცო ღმერთმა ყველას მისცეს მაგრამ აი ადამიანს როცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მაგალითად და ასეთ თემებია და ჭირდება მართლა ჭირდება ხო შეიძლება იმ ადამიანებისკენ უფრო მეტად გამოიხედოთ რა ვიცი მე ახლა მე ესაა ჩემი კომენტარი სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ანუ ძალიან ბევრი სიყვარული ვიგრძენ და ყველას ძალიან დიდი მადლობა რა თან ახლა ისეთი მომენტი არის რომ ეხლა რო უყურებ ვინც TikTok-ზე ჩემი community არის ესე რომ ვთქვათ ჩემი გამომწერი
სულ მეტწილად ემიგრანტები არიან. ხო, მოგიქრა ემიგრანტებს დიდი სიყვარული. ყველა წარსული და ძალიან ისე ვარ ხოლმე რა, ზოგადად არ მიყვარს ინვესტოს რა იმეს თხოვნა, მაგრამ თავიდან მაგ ლოგიკით დავიწყე და მაგასაც ვიტყვი, რომ აქეთ ცოტა ისე წამოვიდნენ, რომ ეს ჩვენ დახმარება გვინდა და შენ ხელს კრავ. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დახმარებას, ძალიან ბევრი ადამიანი რაითაც შეუძლია გვეხმარება და ძალიან დიდი მადლობა რა. რაც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით, თქვენ გაგიცანით. ამ ამბავმა რაღაცა კარგი უკვე მომიტანა. კი, რაღაცა წრე შეიგრა ჯერჯერობით და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. მე კარგი ადამიანის რო შეიძენ, ჩემი აზრით რაღაცა უფრო მდიდარი ხარ, მეტი შანსი გაქვს, მეტი აი ერთი ადამიანი ვატირეთ უკეთ ახლა. ეკრანებს იქითაც ეგეთი ამბავი ხდება სამარაუდოდ. აქ ხალხი გვესწრება და კამერის იქით ტირიან, ძალიან ემოციური ხალხი მეგობრებო. მაგრამ თუ ადამიანი ხარ, გულთან უნდა მიიტანო და რა თქმა უნდა ახლა და აბა რა უნაქნა ახლა. კი და ძალიან ისე ვიყავი TikTok-ის მიმართ განწყობილი თავიდან, რომ არ მინდოდა რომ YouTube-ი უფრო მეც არ ვარ დიდად კარგად განწყობილი, მართ არ ეკითხა ესეთი ამბები ხდება ხოლმე. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს სიკეთეებიც მოაქვს, რომ შეიძლება რაღაც ადამიანები გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს და ამ თემაში რაღაცა ხმა მივაწვდით ერთი მეორეს რა. ახრი კარგი არის. კაი, ეს დღევანდელი გადაცემა რომ ძალიან ისე არ წავიდეს, მაინტერესებს კიდე აი სამომავლოდ დავუშვათ იმის გარდა რომ აი ამ თემას ფიქრობ ხო დავუშვათ აი იუთუბერობის თემაში რამე კონკრეტულ კონტენტს ფიქრობ თუ აი როგორ YouTube აწეგან უთხარი კიდევაც რომ 5 წელი ამ თემაში ვარ და თუ რამე დაგჭირდეს მეთქი YouTube-ზე და TikTok-ზე YouTube ჯობია 100%-იანია თუმცა TikTok-ერებიც არიან ერთ ამბავში და არის ხო მანცულ თელი ამბები ხო და აი რას ფიქრობ როგორ ყველა ჩვენ მხარეს გადმოდის მაინც რა ნუ TikTok-ზე იწყებენ იმატებენ გამომწერებს და მე YouTube-ზე პირველ რიგში მინდა რომ ისე ადამიანებს ვაჩვენო რომ აი მინდა რომ ადამიანები გამოვიდნენ მეტად და ეს ადამიანი რომ მეტად გამოვა მეტად შეერთვება ანუ მეტად შეიცვლება მენტალიტეტი ხალხშიც და ის დამოკიდებულება აღარ იქნება რომ ეს რაღაც არ შეგიძლია რა ხო და ისე ჩემი გზა ესე ქვია YouTube-ს. კი, მეგობრებთან ერთად დავიწყე. გიორგის YouTube-ის ლინკი იქნება აღწერაში, აუცილებლად მეგობრებო გადადით, გაჩეკეთ, ნახეთ. და მეგობრებთან ერთად დავიწყე, სახელიც ერთად მოვიფიქრეთ. ხო, საინტერესოა, ჩემი გზა, სხვადასხვა კი. რამდენიმე ადამიანი ვართ რა, აქედან ყველას მოკითხა. ჩემ კომენტარსაც ნახავდი. ნახე და ძალიან გაიხარდა მას. ყველა კომენტარს ეგრე უყურებ რაღაცა ახალი გამომწერი რომ ძალიან ძნელი არის მომატება მაინც ახლა ქართული იმაში. ნუ მკითხავ 5 წელია ვაკეთებ და თავარი არხი რომელიც არის თორნიკეტაჩვილი სადაც პოდკასტები მაქვს სიმღერები და რაღაცები 19000-ი ავედი ძლივს 5 წელია ვაკეთებ წარმოიდგინე. კი. არ არის ადვილი. და ესე რომ ვთქვათ ყველა გამომწერი მიხარია ხოლმე. ხო, ნუ ყველა და ძალიან ძნელია რომ ეგრე ყველა უყურებს რიცხვებს მე აი რიცხვებს და რაც მეტად ცანც არის და არასერიოზული კონტენტია მეტად ვარდება უფრო და აი სულ უყურებდი ხოლმე სანამ მე ჩემარხს გავაკეთებდი იარაღის განხილვა რო არის ზურა მოკითხვა ზურა ჩემი ძმა მაგარი კაცია ზურას მოკითხვა ზურა ძალიან დიდ პატივს სამჯერ ყავდა ჩემთან არხზე მაგარი კაცია ადამიანს ეხლა გავჩეკავ თქვენ არხს ყველაფერს უყურებ აქამდე არ ვიცოდი სანამ არ მომწერდი თუ აღიარებ რომ არ ვიცოდი არა უშავს ეგ ამბობდა ხოლმე რომ უკვე ბევრი გამომწერი ყავდა ხოლმე ბატონ ზურას და ბატონ დავითაც აქედან ხო ბატონი დავითი მაგარი კაცი ესე რომ ვთქვათ, ბევრი გამომწერი ყავდათ ხოლმე და სულ ამბობდა ხოლმე, რომ სპონსორები მეუბნებიანო, რომ აიო 50000-იც არ ახართო და რა გინდაო რა, მახსოვს რა გულდაწყვეტით იძახდა ხოლმე ეგ ადამიანი და ეხლა ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება. მე უფრო აქტიურად გავაკეთებ ეს თემები რომ დასრულდება. რა თქმა უნდა, ეხლა იმდენად აქტიურად ვერ ვაკეთებ, აი მე დავიკავი ამე თუ დაგჭირდება ძმაო მე კიდე გითხარი და აქაც აღნიშნავ რომ გაცნობა თუ იუთუბერების საერთო კონტენტები რაღაც სიტუაციები რაღაცა დახმარება ამ სიტუაციაში იმიტომ რომ საქართველოში ეხლაც TikTok-ზე ხო ვიდეოც შევწერე რომ ერთმა მომწერა რომ საქართველოში თუ ცნობილი არ ხარ რომ არავის არ წირდები
მაგრამ თავიდან ყველა რაღაც მართალი არის მაგაში, მაგრამ ეგ როგორი მომენტია? თავიდან ყველა რაღაცით იწყებს. ტელევიზიაში რო იციან ხო მაგალითად რომ აი თუ ცნობილი არ ახარ ვერ მოგიწევ. ხოლო თუ არ მომიწვია როგორ გავხდები ცნობილი ახლა. თუმცა დღესდღეობით კარგი ის არის რომ შენი პლატფორმა როცა გაქვს ადამიანს, ადრე მაგის პრობლემა იყო ეხლა რომ აი არიქა გინდა თუ რა ტელევიზორში თუ არ გამოჩდი და რაღაც და ეხლა YouTube-ზე, TikTok-ზე რაღაცას ატვირთავ და შეიძლება გავარდეს ისე რომ ვიტყვი. კი. თავიდან როგორ დავიწყო? სანამ ტელეფონიც სესხით მქონდა ნაიდი, კომპიუტერიც ერთიანად გამოვიტანა ეგრე და მაგას ვიხდიდი და TikTok-ი რა იყო და ის რო დავიწყე, უკვე YouTube-ი რო დავიწყე. მაშინაც ცოტა თანხა დავიმატე, გიმბალი ვიყიდე, მიკროფონებში ცოტა თანხის დაზოგვა მომიწია, შესაძლებლობიდან გამომდინარე და რაც ყველაზე იაფიანი და ცოტა უხარისხო კი არა, მაგრამ აკეთებს თავის საქმეს. აი, თავი ეგა, თავის საქმეს აკეთებს კი. კი, ცოტა რაღაცაზე წვალება უნდა ხოლმე, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. და ჩემი მეგობრები ყველანაირად გვერდში მიდგან, ანუ რაღაცა გავაკეთო, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მინდა რომ კონტენტები დავამატო. პირველ რიგში იქნება რომ ვაჩვენოთ ხალხს რომ ყველაფერი შეგიძლია, რაღაცა ვლოგების პრინციპი მინდა რომ ეგ ძალიან კარგია, კი ვლოგი. ასევე დიდი სიყვარული ერთი ჩაფიქრებული მაქვს ეგ რომ დიდი სიყვარული მაქვს მოტოციკლების მიმართ, მაგრამ ეხლა მე ვერ მართავ, არა ვიფიქრე რომ მეთქი კვადროციკლზე უნდა გადავიდე. ხო, ეგ ვიდეო ვნახე კი. ხო. რო ამბობდი კვადროციკლზე უნდა გადავიდეთ, ხო და მე ანუ რაღაცა კონტენტს მაგ მხრივაც დავდებთ ხოლმე რომ რაღაცას გავხდე. აი ოპერაციის მერე კვადროციკლზე რო დაждები, მე შევეჯიბროთ და გადავიღოთ. შენ ახსენს დავდოთ, შენ ახსენს დავდოთ. ეგ ამბავი კარგი იქნება. კი, რაღაცა კონტენტების დამატება მინდა, კიდე ამ unboxing-ებიც, რა ვიცი, ვინმე თუ გამოვა სპონსორად და რაღაცას გამოგიგზავნია, რაღაცა იქნება unboxing-ი. ჯერჯერობით ბარტერიც კარგია ხოლმე, რომ ბარტერის სახით შეიძლება თანხარ გადაიხადონ, მაგრამ პროდუქცია გამოაგზავნონ და კი, რაღაცა დავიწყებთ რა, არ მაქვს ხა იმის მოლოდინი, რომ სპონსორი შემოვა და თუნდაც იქაც TikTok-ზეც იმიტომ დავიწყე ეგ პრინციპი, რომ აი როგორ ვთქვა თუ ვინმე შემოვა რაიმეთი, უბრალო რაღაცაც რო გაჩვენ და რაღაცაში თუნდაც რო უკეთესი კონტენტი გადავიღო ამ ოპერაციის ამბების აპდეიტები რო დავდა ხოლმე ყოველ დღე, მაგაშიც მადლობელი ვიქნები, ჯერ ანუ არ მაქვს რომ იმის მოლოდინი რომ ეხლა ვიღაცა დიდი კომპანია შემოვა და ამ $12,000 დამიფარავს. მაგას არ ვფიქრობ. არა და რამდენი ბიზნესმენია რამდენი ადამიანია, რომელსაც აი მართლა ისეთ რაღაცებს ხარჯავენ თანხებს, რომ ეს კონტენტი და ეს შესაძლებლობა, რომ რამე კომპანია შემოვიდეს, X კომპანია ხა ვინმეს რამე რეკლამა გაუკეთოთ უფასო რეკლამები არ კეთდება. იცის, ისწავლობს დელე. როდა. ესე რომ ვთქვათ, ვინმეს რამე რეკლამა რო არ გაუკეთოთ, რამე X კომპანია რო შემოვიდეს და თუნდაც თავიანთ პლატფორმებზე გააზიარონ მე ეს ამბავი. ანუ მეტი ხალხი უყურებს შენ იმის ლოგო რო გიდევს ვიდეოზე. რა თქმა უნდა. უფრო მეტი ინტერესდება, რომ ესე იგი შენ რახამ იმის ლოგო გიდევს, ესე იგი რაღაცა გააკეთებული. იცი რა არის, ბევრი კომპანია იგებს არასწორად. აი ხა მაგალითად შეიძლება კომპანიამ თქვას, რომ მოდი მე შენ დაგასპონსორებ მაგალითად და შენ მე მომიყვანე ხალხი. შენ მე მომიყვანე ხალხი ესე ხო არ ხდება რა, ეგრე არ მუშაობს. ეხლა მაგალითად დავდეთ ეს ვიდეო და მაგალითად ეს პორტოხლის კომპანია თუ რაღაცა დაუშვათ არის სპონსორი რა. ეს ვიდეო რო იდება YouTube-ზე, ხო არ იშლება, რჩება და რჩება. პოტენციურად რამდენი ადამიანი შემოდის 100-დან 10 ადამიანიც რო სამოდ გამოგეხმაუროს და ნელ-ნელა დაემატოს, უკვე საქმეა, მაგრამ მაგას არ უყურებენ. მუნდა რომ მაგალითად დადებ თუ არა, ეგრევე 100 ადამიანი რო გიყურებს, ის 100 ადამიანი მოვიდეს და შენი მომხმარებელი გახდეს და ესე არ მუშაობს ეს რეკლამა რა. ხო, ანუ მე ხლა იმისი მოლოდინი მაქვს, რომ რას მივაღწევ მაგ კონტენტით, რაც უკვე ესე რომ ვთქვათ, დავიწყე რომ კომპანიების და ჩელენჯება. რას მივარის მოლოდინიც მაქვს, რომ რას მივაღწევ არის ის, რომ ვიღაცა დაინახავს ამ მთლიან ისტორიას დაინახავს და ამის ნაწილი გახდება და არა ის რომ მე უფრო ხალხის თვალშიც უფრო კარგი ტიპები გაიჩნდებიან, გაიჩნდებიან ცოტა ჟარგონული სიტყვა. ხო, ну YouTube-ზე ვარ. ხო, ესე უნდა ვთქვათ რა, YouTube-ია მაინც. ხო და რავი, იმედი მაქვს რომ რავი
ერთხელაც დავდებ ვიდეოს დღეს მე რაღაცე და რაღაცა კომპანია შემოვიდა ჩვენთან და მადლობა. და ჩემი კომენტარი იქნება ესეთი რა ქვია, ფეივერკებით და იმებით ამბებით რო იქნება რა. კი. და YouTube-ზე ჰიტა რო ახსენე, ახლა მოგიტყვი ჩემ გამოცდილებებს. ჰიტას მოგიტყვა, ჰიტა არის ჩემი ძმა და მეგობარი და YouTube-ის გული და სული. იმიტომ რომ ყველაზე კარგად იცის. ეგ არის ყველა YouTuber-მა იცის. შეიძლება ცოდნაზეც არ არის, ცოდნით რომ იცის ეგ გასაგებია, მაგრამ კარგი ადამიანია, თვითონ როგორც ადამიანი ხდები, აი გვერდში დგომი და ძალიან გაგაცნობ აუცილებლად და დარწმუნებულად თვითონაც გამოთქოს სულს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანია როგორც პიროვნება რა. ძალიან დიდ პატივს ვცემ. თავისი 160 IQ-ს ამბობში. 160-იც აქვს და 160,000-იც მე მგონი მაგ ადამიანს. ყველაფერს არ გამოხატავს ხო ახლა თავდაბალი კაცია. რას ამბობდი ჰიტაზე? აი ჰიტაც და ჰიტაზე რომ მითხარი შენ მე გამახსენდა გიორგი ვარდოსანიძე აქედან მოვიკითხავ. ვარდოსანიძე რაზეც პირადად არ ვიცნობა, რაზეც არ მიმიწერია გიორგისთვის რა. აი ალალათ ვიძახი ღმერთის წინაშე რომ ყველა ფერზე უპასუხია, ყველა ფერზე გვერდში დამდგომია, არხი რო გავაკეთე გადააზიარა თავის არხზე, იქიდან წამოვიდა რამდენიმე გამომწერი. იქამდე სამსახურს რო ვერ შოულობდი და ვეძებდი, მაშინ დადო ვიდეო რო სწორად რო იქნება რამე, აი ჩვენი მეგობარია და იქნება რამე გავაკეთოთ და მოგითხვა გიორგისაც. ამ პროექტში არ მომიწევია და უნდა მოვიწვიო აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. პოდკასტზე ყავდა ადრე გიორგი. კაი ბიჭია ძალიან. ძალიან დიდი მადლობა გიორგის. ეხლა სერიალი დაიწყო და ცოტა ისეთი სახელი ქვია იმ სერიალს, მაგრამ ულაწილებლად დავაყოლოთ რა სისხლის. ხო, მაგრამ მაშინ ესე უნდა თქვა, სისხლის წოველები ესე უნდა თქვა, რომ ჩვენთან ცუდად არ გამოჩნდეს, მაგრამ წარმატებები და ყოველ შაბათს იდება ხოლმე და ველოდებით. გიორგი, რა არის ისეთი მაგალითად, სანამ დავამთავრებთ, რომ აი მთავარი სათქმელი, მთავარი მესიჯი შენი, რაც შეიძლება რომ გავაჟღეროთ დღეს. მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს რა. და რაიმე ესეთი ხვალ არის, მაგალითად რისი მოყოლა, სამ რისი თქმაც გინდა და დავუშვათ არ კითხე ან რაღაცა ისეთი ან ისტორია, ან ამბავი, ან არ ვიცი, რამე ნებისმიერი შეგიძლია თამამად. ესე მე არ ვიცი, ხო ხდები შენ ცხოვრების. ორ ნაწილად გავყოფ მაგას, მოდი ესე ვთქვა. კი ბატონო. პირველი ტყუპებს, რომლებიც ახლა სარეაბილიტაციო მიდიან ჯანმრთელობას უსურვებ. რა თქმა უნდა გიერთდები. ასევე დიმას ერთ კარგ ადამიანს, რომელსაც საქველმოქმედოს უკეთებენ ახლა ასევე ამ ოპერაციებისთვის ემზადება. და იმედი მაქვს, რომ თავის მიზნებს მიაღწევს, აქედან მოკითხვა დიმას. კი ბატონო, მოვიკითხოთ. ოზურგეთში იქნება ახლა 7-ში კონცერტი და იმედია ბევრი ხალხი მივა და იმედია რაღაცა შეგროვდება. ეგ ზურა 40-ზე და ხალხი აკეთებენ მაგამოს. ზურა 40-ზე ერთდროს მაგაცობდი ჩემთან და რა ხდება? ზურა პაჯო, ყველა ჩემი საახლობლოა და ეს და მომწერეთ და წამოვალ მე პრობლემა კი არა, მაგრამ მე რა ვიცი. ზურას დიდი მადლობა, მე ჩვენც რაღაცა საერთო გიგმები გვაქვს იმედია ყველაფერი. თურქეთში კონცერტებზე ერთად ვიყავით, ზურა წამყვანი იყო, მე მღეროდი სტამბულში და იყო ეგეთი დრო. ქუთაისში ჩავიდით, კარგი პატივები გვცა იქ თელი ამბავი და აღარი წერები და რა ვიცი. ზურასთან ერთად რაღაცა გიგმები გვაქვს იმედია. ხო, ძალიან კარგი. იმედია გამოვა ეგეც, ღმერთის წყალობით ყველაფერი იქნება იმედია და მეორე კიდე აი ჩემ მეგობრებს რა, ლუკა არის კადრს მიღმა, გიორგი ოქროცვაიძეს. რომელიც აი ყველაფერში მეხმარება იქ მონტაჟი იქნება თუ რაღაცა გიორგი თოდრიას რა ყველას ვისთან ერთადაც ვაკეთებ ამ საქმეს ყველას დიდ მადლობას ვეტყვი რა. გაიხარე. კიდე ერთხელ ხაზ გასვით კამერის იქითაც და კამერას ვამობ. კიდე ერთხელ დიდ მადლობა იქნება თუ რაშიც იქნება ჩემი გვერდში დგომა პრობლემა რაშიც დაგჭირდეთ ძმაო არ მოგეიდოს მომწერე და რაც შემეძლება. ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ გამიხარა თქვენი გაცნობა პირველ რიგში. მადლობა რომ ჩამოხვედი მარტყოფიდან. იმედია ხშირად კიდე შევხვდებით, ხშირად კიდე ვიმეგობრებთ რაღაცებში გადავეკვეთებით. ჩემგან ყოველ შემთხვევაში პრობლემა არ არის, პირიქით. აქაც თბილისშიც თუ ჩამოხვალ, გადავში გადაღება იქნება, თემა იქნება, რაღაცა იქნება, შენ გვერდზე ვარ და მარტყოფში რომ ჩამოვალ კიდე იქ შეუნა იყო ხომ გიდი რა რა თქმა უნდა არ არის ეგ პრობლემა, აუცილებლად იქნება. ეგ თემები. ძალიან დიდი მადლობა რომ მომეც საშუალება რომ რაღაცა მე თქვა მიმეტანა ჩემი სათქმელი იმ ადამიანებამდე ვინც ნახავენ ამას და იმედი მაქვს რომ რავი შედეგს მივაღწევ. მჯერა რა ჩემი აზრით ტყუილად არაფერი არ ხდება და ღმერთი ტყუილად არაფერს 100% არ უშვებს რა. ისეც არ ახვედრებს ადამიანებს და ტყუილად არ შემხვდებოდა ის ვიდეო და ყველაფერი ერთმანეთზე არის ჯაჭვური რეაქცია და სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს. და ამ ბოლო დროს ისე მიდის ყველაფერი ჩემს პირად ცხოვრებაშიც და ყველგან აქვს მე მგონია რომ
მალე ცოცხლსაც მოიყვან ესე თუ გაგზელდა, ხო? იქ კემიდის ისე დაიწყე. ისე დაიწყე. ხო რა. რატომაც არა. ანუ მე მგონია რომ რაღაცა ამ ყველაფერი ცუდის მერე რაც გამოვლილი მაქვს, კარგი პერიოდიც იწყება რა. ისე ამ ბოლოსკენ კი მივედით, მაგრამ გამოცდილება ქონია მაგის მაგათი ურთიერთობაში სიყვარული ამბავი რაღაცა თუ არ გეცალა მაგისთვის. კი, მაგრამ გამოუცდელი არა, მაგრამ თავარია ეხლა რა ხდება, ეხლა ხდება ყველაზე კარგი რაღაცები და ძალიან ბედნიერი ვარ მაგ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. და ის რაც ნამდვილია ეხლა. ხო, ნუ ეგულისხმობ თორე ურთიერთობა ვინ როგორ იგებს ურთიერთობას არ ვიცი. ყოლხურ ეზოს ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის. ძალიან კარგი გარემო არის. მობრძანდეთ, იქეიფოთ, დროატაროთ, ჩვენც ახლა რომ გავთიშოთ, კაი ხინკას გავუსინჯავთ, რაღაცას ვიზოთ, ისი არ გავუშვებთ, ახლა კაცი ამ ხელებიდან ჩამოვიდა. აქ მღერი ხომ, როცა ბევრი ხალხი ხო მეძახიან ხომ, აქაც და ზოგადად ხუმრობ ხომ, რომ კაცი გამოძახებით, რომ სადაც დამეძახებით, ვიდეო მეთქი, ესეა ჩვენი საქმე მომღერლების რა უყოთ. ოღონდ დავშევთხოვეთ ის როგორც ვარდო საინძეს სერიალს რო წინ სისხლი უნდა დავაყოლოთ აქაც ხო ბრო სხვა ერთ არ გაიგო გამოვიდა ხო ხო და შეგიძლიათ მოვძადეთ ძალიან გემრიელი აქვს ყველაფერი აბსოლუტურად გარემოც ძალიან კარგია მყუდრო გარესიუცეც არის კუპეებიც არის და მოკლედ ძალიან კაი სიტუაცია არის შეგიძლიათ მოვძადეთ და აღწერაში იქნება მითითებული ნომერიც ლინკიც ყველაფერი აკაურობის ასევე გიორგის YouTube არხის ლინკი იქნება გადადით, გამოიწერეთ ეს ადამიანი, აუცილებლად. ჩემი რო არ გამოიწეროთ, გიორგი მაინც გამოიწერეთ. თუ არა ორივესე გამოიწერეთ. და იქაც გავაქტიურდებით, პირობას გაძლევთ, რომ ხან მარტყოფიდან, ხან თბილისიდან. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი ვიდეო დაიდება, რომ აი შემოვიდა სპონსორი, შემოვიდა თანხები და წავედი ახლა ოპერაციის ამბავშიო რა. აი ვიდეო რო დაიდება, ეგრევე უნდა გადავაზიარო ზარზეებით რა. აუცილებლად კიდე ერთს დავამატებ, რომ სახელმწიფოს იმედიც გვაქვს, ახლა ინვოისებს ველოდებით, რომელთაც უნდა მოვითხოვოთ უკვე ეს. ხო. დაფინანსებები რაღაცა ნაწილს მაინც თუ მთლიანად ვერ არ ვიცი, ხა ეგ როგორ ხდება, ვერ შევალ მაგ დეტალებში, მართლა არ ვიცი ხო. და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ყველაფრის ამ შემთხვევაში. ხო, მანდ არის ხოლმე რა, ზოგი მერის მხრიდან კეთდება, ზოგი ისე ზოგი ხო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რა. მანდ ვის რა ეკუთვნის როგორ არის, ეგ არ ვიცი, დაზღვევა იქისა, ხო, არ მაგ დეტალები არ ვიცი, მაგრამ თავარია რომ არა აქვს უშუალოდ საიდან როგორ ანეებ, თავარია გამოჩნდეს და შეიკრას და რაღაცა ჯერჯერობით $12,000-ია საუბარი, ჯერჯერობით, რაც ოპერაციის თანხაზე. წინა ხო, წინასწარ რაც ზუსტად არ ვიცი, იმაზე ვერ ვიტყვი რა. ისე რო არ გამომივიდეს. მაგიტო იყო, რომ ვერ ვამბობდი ვერც თანხას თავიდან ვიდეოების დადებარ დავიწყე და ვერც ვერავის ვერ ვეუბნებოდი, რომ აი რაღაცა დახმარება მჭირდება, იმიტომ რომ რაც არ ვიცი კონკრეტულად ის არ ვიცოდი მე ექიმი რას მეტყოდა. ხო, რო ეკითხათ ახლა რა თანხა გჭირდება და არ ვიცი ესე ხო. გაბორიოვის ექიმი სტრაფიშვილიოთ რა სტრაფიშვილოთ გადათარგმნეს, ჩაბუყოფილა სტრაფი და ხო და სტრაფიშვილი იმედია გაუკეთებს ოპერაციას რა. მოკლედ მე ძალიან ვისიამოვნებ დღევანდელი სიტუაციით, ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანი. მეც ასევე ძალიან გამიხარდა კომუნიკაცია. ძალიან ძნელი რომ ადამიანს არიცნობ, არიცი რა როგორ იქნება, რომ მოიყვან, როგორ წავა საუბარი, რანაირად წავა და ძალიან ვისიამოვნებ რომ კომუნიკაცია შედგა. კომფორტული საუბარი გამოგვივიდა და ხო, თავიდან ძალიან ღელავდა სხვათა შორის გიორგი და იმიტომ რომ ეხლა პირველი ის არის რა ჩემთვის. გამოცდილება, ხო. ყველა მაგას აღნიშნავს სხვათა შორის და ძალიან მიხარია ხოლმე. თვა არა მაქვს, თორე ესე გადავიწევდი ახლა. ყველა ასე აღნიშნავს ხოლმე რომ მოვდივართო ძალიან თავიდან ვღელავ თუ რაღაცა და მე რო რაღაცაათო ვეშვებით რომ ძალიან მეგობრული გარემო იქნებოდა სულ გავიწყდებაო რომ კამერა იღებს და რაღაცა სიტუაცია არისო რა. მოკლედ ეგ არის რა. არხი გამოიწერეთ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო მე მგონი იმსახურებს ეს ვიდეო რომ დაალაიქოთ მეგობრებო გიორგის არხი გამოიწერეთ აუცილებლად და თუ გადააზიარებთ კი არა და თუც აღარ უნდა აუცილებლად გადააზიარეთ ეს ვიდეო შეიძლება სხვა ვიდეოები არ გადააზიაროთ იმიტომ რომ როცა ჯანმრთელობას ეხება მე ვფიქრობ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გადააზიაროს ეს ვიდეო რომ მეტ ადამიანამდე მივიდეს რომ რა იცი და ვიღაცას უზებ დაარტყას თავში ესე გადადებულია ფულე და მოდი ამ სიკეთეს გავაკეთებ და გადავუხდი კაც რა იცი რომ გამოჩნდეს ეგეთი ადამიანი რას გაიგე ყველაფერი შესაძლებელია ასე რომ დროებით აჰა